ვიყო ხელოვანი, ჩემთვის ნიშნავს ტრადიციას და თანამედროვე ხედვას შორის ბალანსის პოვნას, სადაც ხელით შექმნილი ნამუშევარი ისტორიას, დროსა და ემოციას ატარებს. მამა ჩემიც ხელოვანი არის, ფერმწერი არის და ხალბავშვობიდან სულ ამ გარემოცვაში ვარ, საღებავები, ნამუშევრები, დიდი ტილოები, რაღაცა, სულ მაგას უყურებდი, ასე ვთქვათ და ხა მეც მამა ჩემისგან მერგო ეს ნიჭი, ასე ვთქვათ. ჩავაბარე 2012 წელს სამხატვრო აკადემიაში, სამკაულს და ლითონის დეკორატიულ პლასტიკაზე. სხვა იმას არც განვიხილავდი, ჩაბარების კუთხით და განათლების კუთხით გავყევი მხატვრობას. ძალიან საინტერესო იყო, დავიწყეთ ტიხრული მინანქრით და პირველი ნამუშევარი რაც იყო სამკაული გავაკეთე, ანუ ბეჭედი. შემდეგ იყო პანო კედლის და ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ სამკაული არ ამერჩია და ამერჩია კედლის პანოების კეთება. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო, თან მასშტაბით უფრო დიდი იყო და ეს მასშტაბურობა ძალიან მომწონს დიდ ნამუშევრების კეთება, ასე ვთქვათ. როცა ვთქვათ რაღაც იდეა მოგივა, ქმნიმერე ესკიზიდან გადაგაქვს უკვე მასალაზე, ფორმას იღებს, თუმცა საბოლოოდ ვთქვათ რაც გინდა რომ გააკეთო, შეიძლება ზუსტად ისეთი არ გამოდის, რაღაცა შეცვლა მოგიწიოს ამისი, თუნდაც ფერის ან თუნდაც ფორმის და საბოლოო ჯამში გამოდის ის რაც გამოდის. ყველაზე რთული პროცესი არის ფორმის გამოჭრა სასურველ ზომაზე და ფორმაზე, რომ მიიღო და ტიხარი დასვა სწორად და ზუსტად, როგორც კომპოზიციაში და ესკიზში არის მოცემული ისე. ძირითადი მასალა არის სპილენძი და მინანქარი. და თაბაშირსაც ვიყენებ რაღაც ნამუშევრებში, მაგრამ უფრო დატვირთვა მაქვს სპილენძზე და მინანქარზე. ცხენი ჩემში იწვევს რაღაცნაირ ემოციას, არ ვიცი, ანუ სიძლიერის, თავისუფლების, ძალიან მომწონს როგორც ვიზუალურად, ისე ემოციური დატვირთულობით და ამიტომ ვაკეთებ ცხენს. სამომავლოდ გეგმავ ჩემი ხელოვნების განვითარებას ახალი ფორმებისა და მასალების მიმართულებით. ასევე გამოფენებსა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას. მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას გავაცნო და ხელნაკეთი ხელოვნების ღირებულება კიდევ უფრო გავაძლიერო.